მაგრამ ერთ დღეს ევა ეშმაკმა აცდო. მან ნაყოფი მოწყვიდა და მოგბიჯა. ასევე თავის ქმარსაც გაასინჯა, რომელიც თან ახლდა და ადამმა ნაყოფი შეჭა. ადამისა და ევას ურჩობამ დაარღვია ბაღის მყუდროება. ქალსა და კაცს შორის არსებული მშვიდობა და ადამიანის მოდგმის ღმერთთან ურთიერთობა. ადამის ცოდვის გამო მიწა დაიწყება და მისი ხვედრი მძიმე შრომა გახდა, ხოლო ქალს ტკივილით მშობიარობა და ქმრისადმი მორჩილება ხვდა ძილად. მაგრამ უფალმა ასევე აღთქმა დადო, რომ როდესმე ქალის ნაყოფი მისი პირმშო გველის თავს გაჭეჭყდა.